აი გამარჯობა, ნიკოლოზ ორთქიფანიძე ლიპარასკევობაში. მე გიორგი ლიპარაშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევაა ჩვენი გადაცემის დღე. ეს კი ნიკოლოზ ორთქიფანიძე ერთ-ერთი ბუმბერაზი ქართველი მწერალი და როგორც მივხვდით, დღეს ზუსტად ნიკოლოზ ორთქიფანიძეს გაგახსენებთ და წარმოგიდგენთ თავისი ერთი ნოველით 200-ზე მეტი ნოველიდან. და დღევანდელ გადაცემას მივუძღვნით ქალებს, იმიტომ რომ ქალთა დღე ახლოვდება, დედების დღე ახლოვდება და დედების იყოს დღევანდელი გადაცემა. მე ამ შემთხვევაში პატარა ნაწყვეტს წაგიკითხავთ მისი თავსაფრიანი დედაკაციდან სრული გადაცემის ნახვას კი შეძლებთ ჩემს YouTube-ის არხზე დღეს საღამოს 9 საათიდან. მოკლედ გელოდების სრული გადაცემის სანახავად, მანამდე კი დასაწყისი წავიკითხოთ თავსაფრიანი დედაკაცის. წერ შემთხვევით შეხვედრილის ამბავს. თუ ოდესმე თანჟღრეული ომნიბუსით გიმოგზაურნიათ სამტრედიდან მახლობელ სოფლებისაკენ, თქვენ მოიჭველია დაინახავდით მესრის იქეთ ეზოში მოფუსფუსე შავად ჩაცმულ ქალს, რომელსაც თან დასდევდა ჭადის ნატეხი ხელში პაწია ბავშვი. ახლა იქ რომ ჩავიარე, დედაკაცის უნახაობა დამაკლდა. გამოვიკითხეთ, აი ძიება მძველ მოგონებებთან ერთად რა აღმოაჩინა. ნუ დამიწუნებთ. არ შემიძლია გრძნობა გონება შევაჩერო დიდ პიროვნებებზე. ისინი აშლიან სულის შემხუთავ სურათებს. შემდეგ ოდესმე მათ აღმოუჩნდებათ მოციქული ვინმე მარკოზიან იოანე. მე ვწერ თავსაფრიან დედაკაცზე. აი რას წერს თავსაფრიან დედაკაცზე ნიკოლოზ ორთქიფანიძე, ამას ზუსტად ჩემს გადაცემაში ნახავთ. წერს პოეზიასავით თავის პროზას. ზუსტი სიტყვები თითქოს წონის და თითქოს წინასწარ იცის, რომ კითხვას მონუსხავს და ერთი ნახვით თავ შეგაყარებთ. მოკლედ შევხვდებით YouTube-ზე. აბა, დროებით.